მეგობრებო, 2 საათი აზერზე მოვდივარ და გადაწყვეტილება მივიღე, რომ გადამეღო ეს ვიდეო. ჯერ სწრაფად გეტყვით, რომ რამოდენიმე დღეში დაბადების დღე მაქვს და ისე ხდება, რომ საზღვარგარეთ უნდა შევხვდე დაბადების დღეს. და დღეს ჩემმა შვილმა ანა მოკლედ ჩემმა გოგოებმა, დედაჩემმა და ჩემმა მოსწავლეებმა აი ეს მაჩუქეს. აი უკომენტაროთ ვარ და იცით რა მინდა ვთქვა, რომ ნივთზე არ არის საუბარი. ტელეფონია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ აი ჩემი გულისთვის ხალხმა ეგ გააკეთა. მეორე ის არის, რომ ასეთი კარგი ბავშვი გავზარდე, რომელიც ასეთი ზრუნველია და რომელმაც ეს ყველაფერი დაგოქა. არ ვიცი, მე მიხარია, რომ მე დედა ჩემმა გავზარდეთ ასეთი არაჩვეულებრივი გოგო. ასევე ძალიან დიდი მადლობა ჩემს გოგოებს, მონიკას, ალადაშვილს, შენ ცალკე გაიტყიპები ალადაშვილი. ჩემს მოსწავლეებს, თითეულს, ძალიან მიყვარხართ ყველა და უღრმესი მადლობა. მე მინდა გითხრათ, რომ მე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ. დღეს იმიტომ კი არა, რომ კონკრეტულად ეს არის. თან როგორც ჩემს თმას, ჩემს ფერს უხდება. იმიტომ რომ ჩემს გარშემო ესეთი ხალხია. ყველაზე დიდი ბედნიერება ეგ არის. I'm talking about in a few days I will have a birthday. So it happened that I will have a birthday not in Georgia. It will be outside Georgia. And today my daughter, my mama, my girls, and also my students, they give me that kind of present. And I'm in shock actually. I was crying, I was laughing. I had all the emotions. And you know what? It's not about the phone, really. For me, it's not it's okay. But first of all, about attention, about love. And also, I'm so proud that I have give to this world that kind of girl like my daughter is. She's amazing. And like, what kind of human she is. She's really, I don't know. She's an awesome person. Really, really, my girls also, my students, and I'm really happy that I have these people in my life. I'm a very happy person, really. Thanks.